ესეთი გაძლიერებული თვითკრიტიკა რამ გადამრია და გამაგიჟა, არ ვიცი, ეგეც რაღაცა პროცესი მაქვს ეთყობა მიმდინარე, რომ რადგან გადავწყვიტე, რომ იდეალური არ ვიყო და შესაბამისად მოსულა, რომ შეცდომები დავუშვა და მოსულა, რომ ავთენტური ვიყო და მოსულა, იმიტომ რომ ადამიანი ვარ, იმის მერე უფრო და უფრო შიგნიდან მიკიტინებს, რომ რას ნიშნავს ახლა სოფო შენ? რანაირად იქცევი? და იდეაში ეს პოდკასტიც ხომ მაგიტო დავიწყე, რომ ჩვეულებრივი ადამიანები რო ვართ, შეცდომებს რომ ვუშვებთ, ტრამვები რომ გვაქვს, ამ ტრამვას როგორ უნდა გავუმკლავდეთ, როგორ შეიძლება რომ მოვიქცეთ, როგორ არ უნდა მოვიქცეთ, რა გვიშველის, რა გვაწყენს, რა შეცდომებს უშვებთ ადამიანები, ამაზე მინდა ლაპარაკი, ხო და ამაზე გესაუბრებით. და ამასობაში თან საკუთარ თავს მაინც სულ მუდამ კრიტიკის ქარ ცეცხლში ვატარებ. და ზუსტად ეს არის, რაც ბოლო დღეებია, გამძაფრებულად ვგრძნობ მაგას, როგორ მერჩის საკუთარი თავი, რომ არ ვარ იდეალური. რომ აქ რასაც ვლაპარაკობ, შეიძლება რაღაც მომენტში იმ გზას გადავუხვიო, თუნდაც თერაპიაზე არ წავიდე, ან თუნდაც მედიტაცია არ გავაკეთო, ან პოზიტიურად არ დავინახო ყოველ დღე და ყოველ წამს ცხოვრება, ეს ხო იმას არ ნიშნავს, რომ ის ფიქრებიც ჩემი არ არის.